შერიფი ეთამაშება 1-1-ზე. გამოდევნა საჯარიმოს მისადგომებიდან კამერუნელი გერმანელმა, თუმცა ახლა შეიძლება შეტევის მიმართულება ოლხოვი პასი ბედოშვილზე. ნადარაიას და ბასილაძეს დღეს დიდი გამოცდა ელოდებათ. ბედოშვილის დარტყმა! რასილავაზის გოლი ვახო ბედოშვილი! უბრა გაისროლა ბედოშვილმა. ტურის მინიმუმ ამ ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. ვახო ბედოშვილის მორიგი გამწყინება ჩვენს ჩემპიონატში. მისი მესამე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 1-ში. თქვი რომ უნდა უფრთხოდნენ ქუთაისელები და ნახეთ, სწორედ ბასილაძე იდგა მის პირისპირ და საჯარიმოს გარედან რა მაგრად დაარტყა ბედოშვილმა. კლიაეთში ცდება ამ ეპიზოდში. მის კუთხეში წავიდა ეს ბურთი და დინამიურია. ვახო ბედოშვილი ყურადღების ცენტრში, რამდენიმე ცრუმოძრაობა შევიდა საჯარიმოში მე-11 ნომერი და გარეჯმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა 1-1. რომელიც ითამაშებს ევროპულ ტურნირებზე და ქართული გულშემატკივრის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის გადმოსახედიდან, როცა ის გუნდები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ საერთაშორისო არენაზე კარგ ფორმაში არიან, ეს ძალიან კარგია. აქ კი კიდევ ერთი ეპიზოდი, დარტყმა და გავიდა გოლი. პირველი დარტყმა საერთოდ დღევანდელ შეხვედრაში კარის მიმართულებით, პირველი მომენტი და ბოლო წუთებში საგარეჯოელებმა რომ მოუმატეს, ზედიზედ რამდენიმე შეტევა შექმნეს, ყველაფერი დასრულდა მათ მიერ გატანილი გოლით. ვახო ბედოშვილი ხდება ანგარიშის გამხსნელი გოლის ავტორი, რომელიც მისთვის ამ სეზონში და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში არის მის კარიერაში სადებიუტო გოლი. აქამდე მას საგოლე მოქმედება არ ქონია შარშან, იგი ორბიში თამაშობდა ლიგა 3-ში, წელს კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშია და ებზადება სტანდარტის შესასრულებლად გამოზომილი ჩაწოდება, გამოიტანეს და მოიგერიეს და გამოიტანეს ბურთი და აგერ ეკონგოლო, რომელსაც სივრცე აქვს. და ბედოშვილია თავისუფალი მკერდით ჩამოიღო, სწრაფია ეს ფეხბურთელი, პირდაპირ დარტყმა გადაწყვიტა და რა გოლი გაიტანა! ვახო ბედოშვილის შედევრი! რა გოლი შეაგდო აქ საგარეჯოს გარეჯმა. რა კონტრშეტევა და ყველაფერი დაიწყო საიდან? ფოთელები ასრულებდნენ სტანდარტს, მათ ჰქონდათ კუთხური და ამას მოყვა ულამაზესი გოლი, ოღონდ მეტოქის უბრალოდ თავიანთ კარში. იმ მომენტში უფრო ახლოს გატანასთან იყო ფოთური გუნდი, უტევდნენ ის მოება. ბოლო ადგილზე სწორედ ფოთის კოლხეთი დარჩება. თუ ფრედ მორჩა შეხვედრა, კარგი მომენტი და ლევან პაპაო მიაქტიურა. უტევს გოგობერიშვილი, ბედოშვილი გარეჯის იერიში. გრეხელიძე მითამაშა კარგად. პაპავასგან ალბათ უნდა ელოდოს ტორპედო მთავარ საფრთხეს, სწორედ ბედოშვილი თამაშგარეთ ჯერჯერობით არ ფიქსირდება მამადო სახუმის წინააღმდეგ. აქ სუსტრაბაში უპირატესობა ბედოშვილს წაიქცა და პენალტი არა. არ იქნება პენალტი. შეიძლება შეტევის მიმართულება ოლხოვი პასი ბედოშვილზე. ნადარაიას და ბასილაძეს დღეს დიდი გამოცდა ელოდებათ. ბედოშვილის დარტყმა! რასილავაზის გოლი ვახო ბედოშვილი! ცოტნე ნადარაია იონსენი ითამაშა თავით. შემდეგ გაბაძე ბედოშვილი სახორთა ბრძოლების პროგრამის ცენტრში, თუმცა ქობულაძემ შეძლო ბურთის მოპოვება და ეპიზოდის განეიტრალება. აქ ბედოშვილი მოქმედებს ძალიან კარგად. მახვილი კუთხიდან თქვა და ასევე დატო გასავარდნი ზონა. სხვაობა ქულათა გახლავთ მხოლოდ თითო მე-7, მე-8, მე-9 და მეათე ბოლო წუთები საკმაოდ დინამიურია. ვახო ბედოშვილი ყურადღების ცენტრში, რამდენიმე ცრუმოძრაობა შევიდა საჯარიმოში მე-11 ნომერი და გარეჯმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა. ცხებს თავისი გუნდის შეტევას, აქ უკვე ვახო ბედოშვილია ბურთით მარჯვენა ფლანგზე. კარგი ცრუმოძრაობა, ბედოშვილი რჩება ბურთით, შეიწია სიღრმისკენ და საბოლოოდ აქ დადიანმა იმოქმედა ძალიან კარგად და დამაჯერებლად და იბერიას აქვს შეტევაში მთელი შემადგენლობით ფაქტობრივად, მაგრამ გარეჯის მოთამაშეებმა ძალიან კარგად შეძლეს აღოსაღება ამ ბოლო შეტევისთვის. აქ ბედოშვილი აქტიურობდა და დაირღვა მის წინააღმდეგ თამაშის წესი. ვახო ბედოშვილი, რომელიც ჩატარებული აქვს უკვე კოლხეთს თავის შეხვედრა გუშინ გამართა მატჩი ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ და 12-12 ქულით სამგურალი და თელავი არიან მე-9 და მე-10 პოზიციებზე. აქ ბედოშვილი იბრძოლებს ამ ბურთისთვის. ესეც და ბედოშვილი 4 კაცით უტევს გარეჯი. შევიდა საჯარიმოში, ბედოშვილი წაიქცა და იქნება პენალტი. პენალტი გარეჯის
დიდი არეულობა აქვს გარეჯის საჯარო მოედანში. ბედოშვილი კარგია. მატჩის დასრულებამდე. აითამაშეს ეს ბურთი ბედოშვილი. წაიცა დარტყმა გარეთ. საგარეჯოს გარეჯზე, იმიტომ რომ 15 ქულა უკვე გუნდს მისცემს იმის საშუალებას, რომ ავიდეს მეშვიდეზე და გაუთანაბრდეს გაგრას. აქ კი ეპიზოდს ქმნიან გარეჯის ფეხბურთელები. კარგი იყო ეფანსიკაჩია კარში 36 წლის მოლდოველი მეკარე და თადარიგში ერთადერთი ფეხბურთელი ბოგდან პოტალოვი 22 წლის უკრაინელი ბოგდანი როსკენ და დარჩება აუტი, რაც რა თქმა უნდა კარგი გაგრძელებაა შეტევისა. ძებნიაური მოაწოდა აუტი, ბედოშვილი დატრიალდა, აქვს სივრცე დასარტყმელად, გააკეთა პასი ვეკუასთან, ბილი პასი, კარგი კომბინაცია ბედოშვილი და გატარებას ჭკვიანურად აპირებდა თამაშს. აქ მოიგო ეს სპრინტერული ორთაბრძოლა, როგორი სწრაფია ეს ფეხბურთელი და ეს ეთელი ბარათია, რომელსაც საბახარებაშვილი მიიღებს ორი ახალგაზრდა პრინციპში, ბევრი ნამდვილად აღარ რჩება, ასეთ შეიძლება თქმა, არასრული 2 თვე პრაქტიკულად, რაც 2 თვეზე ოდნავ მეტი, რაც დაიწყება საერთაშორისო გავიდა, მიდის მეოთხე და უახლოვდება მატჩი. მატჩის პირველი ტაიმი ფინის, 1 წუთი სადღაც ერთი კარგი შეტევისთვის დარჩენილებს და გიორგი მიქაძეს 5 ცვლილების უფლება აქვთ და სამივე პაუზის. პაუზა არ ეთვლება და გამოიტანეს და მოიგერიეს და გამოიტანეს ბურთი და აგერ ეკონგოლო, რომელსაც სივრცე აქვს და ბედოშვილია თავისუფალი მკერდით ჩამოიღო, სწრაფია ეს ფეხბურთელი, პირდაპირ დარტყმა 10 ქულით პირველ პოზიციაზეა, მეორეზეა ჯერჯერობით გორის დილა, რომელსაც 23 ქულა აქვს ბათუმის დინამოსთან ერთად და თუ დინამო დღეს მოიგებს მეორე ადგილს სწორედ ის დაიკავებს. პაპავას კიდევ ერთი შანსი. ამ გავიდა ეს გადაცემა ბედოშვილი. ძალიან სახიფათოა ერთ-ერთზე აბულაძე შერჩა მას პირისპირ. ბედოშვილი დარტყმა კარის მიმართულებით. მორიგი უსიამოვნება იყოს მათი პირველ ტაიმში და დიდი ხანი აქვთ ჯერჯერობით ბურთი. ბედოშვილი ლაკვეხელიანს გაცდა, ჩააწოდა ვარდნაში ლაკვეხელი. მოგებაზე შეიძლება გაიწიოს გარეჯმა. ახო ბედოშვილი, რომელსაც გამოიმუშავა სწორედ ის გამათანაბრებელი 11 მეტრიანი ახლა საგოლე გადაცემის გაკეთება სწორედ შემდეგ ბედოშვილი ვაჰაბი ეთამაშება, მაგრამ თამაშის დარღვევის გარეშე ჯერჯერობით ვერ გაცდა ბედოშვილი ვაჰაბის, მაგრამ აუტი გამოიმუშავა. ლეგიონერთა ჩამონათვალის ნახოთ ერთი სიტყვით რა გამოგვივა, როგორი მატჩი გვექნება, როგორ შეხვედრას ვიხილავთ, ბევრი გამოცდილი აქვს ჯარიმა, ბევრი გამოცდილი ქართველი და რამ წუთებიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო შეტევაში სტუმართა მხრიდან. აქ ძალიან ტექნიკურად მოქმედებს მასპინძელთა მე-11 ნომერი, მასპინძლებმა გალახვარიძემ გააკეთა ეს ყოველივე და აქ მარჯვენა ფლანგიდან უკვე ახო ბედოშვილი შეეცდება თამაში გაამწვავოს, თუმცა ძალიან კარგად თამაშობს ხარაბაძე, თავადვე დაიძანა. აქ ცდილობენ ტორპედოს მოთამაშეები გაამწვავონ თამაში, მაგრამ აქ ფრანგი მოთამაშე ბამბუკი თამაშობს კარგად. აქ კი შეეცდება უკვე ახო ბედოშვილი თამაში გაამწვავოს, სივრცე გამოჩნდა, თუმცა ხარაბაძე თამაშობს აქ ძალიან კარგად. ხარაბაძის და ბედოშვილის დაპირისპირებად გევალდა შეხვედრა. ჩემპიონი ხდება ან ბევრი დამწყდება, ასეთი რამ არ არის. იგივე ხა წინა წელს გასაგებია, მე თქვი კიდევ რომ პირველ წრე იბერიამ მოიგო, მაგრამ მეორე წრე იბერიას არ მოუგია. მეორე წრის შემდეგ პირველ ადგილზე გაწოდება საჯარიმოში არა. ისევ არ მივიდა ბურთის სიხარულიძემდე, რომელიც მზად იყო. რა თქმა უნდა, ბურთის კარის მართულებით გასაგზავნათ ორმაგი ცვლილება არის. საგარეჯოელთა შემადგენლობას აპოაშვილმა ისევ ბედოშვილი კარგი მომენტია, შეიძლება ახლა ცოტა აქტიურად თამაში. აიღო თავის თავზე ბედოშვილმა თამაში, ბურთს ინარჩუნებს. არბიტრის აზრით ჯარიმა არის. ძებნიაურის პასი ზუსტია. ბედოშვილი ძალიან მაგრად ითამაშა ამ ეპიზოდში, გასდა ვანდერსონ სილვას, ბედოშვილი მიიწევს წინ, გავიდა ეს გადაცემა და არის სივრცე. ბედოშვილი გალახვარიძე ეხმარება. ბედოშვილი შეიწია ცენტრისკენ. კიდევ ერთი ცრომოძრაობა დარტყმა შეუძლია, დაარტყა და პორფირიომ დაუბლოკა ეს და ალბათ სადღაც გუნდები ვერ გაუძლებენ, ეს ასე იყო პირველი ტაიმის ბოლოსაც, როდესაც გუნდებმა შეტევისკენ გაიწიეს. ახლაც შეიძლება ეს შეტევა აღმოჩნდეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ამ მატჩში 40 და ამ კონტრიერიშის განხორციელებისას ბედოშვილი მასაც არ აყრია სისტრაფე, რა თქმა უნდა ძალიან ტექნიკურიც გახლავთ შევიდა საჯარიმოში და ლადო ოდიშვილი თამაშობს წყინვალეთ. დაკარგა ბედოშვილი. გრძელდება გარეჯის შეტევა, ბედოშვილი ჩააწოდა საჯარიმოში. ლეო ასენსეუს გამოაქვს კუტალაძეს.
ბედოშვილი, კარგია ამ ეპიზოდში ჯარიმა, ეს ყვითელი ბარათია. რა თქმა უნდა. ბედოშვილი მიიღებს ბურთს. ახო ბედოშვილის პასი. ბედოშვილი დაარტყამს აქედან, დაარტყამს სახიფათოდ, მაგრამ არა ზუსტად. კარგად გვახსოვს და ვადევნებდით ამ სპეციალისტ თვალყურს მარჯვენა ფრთიდან ჯარი